დღეიდან იკრძალება კვებასთან დაკავშირებული ერთჯერადი პლასტიკის პროდუქციის რეალიზაცია. ჩამონათვალშია ჭურჭელი სასხმის მოსარევები, კონტეინერები. ახალი რეგულაციების ამოქმედების მიზეზად ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებები და გარემოს დაბინძურების საგანგაშო მაჩვენებლები სახელდება. მთავრობის დადგენილებით მითითებული პროდუქტების იმპორტის 3 თვეა უკვე აკრძალულია. გამონაკლისია მხოლოდ საექსპორტოდ გამზადებული პროდუქცია. რეგულაციების დარღვევა სოლიდურ ჯარიმებს გამოიწვევს. მანამდე ანალოგიური აკრძალვა პოლიეთილენის პარკებს უკვე შეეხო. რამდენიმე თვეში კი რესტორნებსა და სასტუმროებს პლასმასის ბოთლების გამოყენებაც აეკრძალებათ. მომავალი წლიდან ეს რეგულაცია ყველა სფეროს მოიცავს. დღეიდან ერთჯერადი მოხმარების პლასტმასის ჭურჭლისა და აქსესუარების დიდი ნაწილის რეალიზაცია აიკრძალა. საუბარია პლასტმასის ჩანგლებზე, დანებზე, კოვზებზე, ჩხირებზე, თეფშებზე, საწრუპებზე, სასმელის მოსარევებზე, მსუბუქი მასალისგან დამზადებულ კონტეინერებსა და ჭიქებზე. ამასთან დღეიდან სახელმწიფო შესყიდვებს დაქვემდებარებულ უწყებებს პლასტმასის ჭიქების, კონტეინერებისა და 3 ლიტრამდე მოცულობის პლასტმასის ბოთლებში ჩამოსხმული სასმელების შეძენა ეკრძალებათ. თუმცა ეს ამ ეტაპზე არ ეხება სასმელების მასობრივ რეალიზაციას. რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში სახელმწიფო კომპანიებს და კვების ობიექტებს 1000 ლარით დააჯარიმებს და შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციას მოახდენს, ხოლო განმეორებითი დარღვევა 2000 ლარიანი ჯარიმით განისაზღვრება. 2026 წლის 1 აპრილის შემდეგ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს ექნებათ უფლებამოსილება გაატარონ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები. გარკვეული შეზღუდვები შედის ასევე ძალაში სახელმწიფო უწყებებთან მიმართებაშიც. კერძოდ, სახელმწიფო შესყიდვებს დაქვემდებარებული უწყებები 2026 წლის 1 აპრილიდან ვეღარ შეძლებენ განახორციელონ სახელმწიფო შესყიდვა ისეთი სასმელების, რომლებიც ჩამოსხმული არის პლასმასის ბოთლებში, ასევე ვეღარ შეძლებენ შეისყიდონ პლასმასის კონტეინერები და ჭიქები. რეგულაციების შესრულებას სურსათის ეროვნული სააგენტოს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და შემოსავლების სამსახური გააკონტროლებს. უწყებები გაუფრთხილებელად შევლენ ყველა იმ კომერციულ ობიექტსა და დაწესებულებაში, სადაც საკვები პროდუქტები მზადდება ან იყიდება. გარემოს დაცვითი დეპარტამენტის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული პროდუქციის იმპორტი და წარმოება 2026 წლის 1 იანვრიდან უკვე აკრძალულია, ხოლო ბიზნეს არსებული მარაგების რეალიზებისთვის 3 თვიანი გარდამავალი პერიოდი ჰქონდა. აღნიშნული ინსპექტირებები განხორციელდება მნიშვნელოვანი აღნიშნოთ გაუფრთხილებლად ბიზნეს ოპერატორებისგან. აქ არის საჯარიმო სანქციები ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა კოდექსში გამოყოფილი. დარღვევის შემთხვევაში პირველად ეტაპზე გახლავთ 1000 ლარიანი საჯარიმო სანქცია და ასევე მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ პროდუქციის კონფისკაციაც და განმეორებით შემთხვევაში ეს გახლავთ 2000 ლარი გაორმაგებული საჯარიმო სანქცია. მომხარებლებზე აქ აქცენტი არ კეთდება, გამომდინარე იქედან, რომ საკანონმდებლო ნორმები ამას არ მოიაზრებს, მნიშვნელოვანი აქცენტი კეთდება უშუალოდ რეალიზატორებზე. როგორ გადაეწყობა ბიზნესი ახალ რეგულაციაზე? კომპანიების ნაწილში აცხადებენ, რომ პლასტმასის ალტერნატივაა ხისა და ქაღალდის მასალები. აღნიშნავენ, რომ გარემოზე ზრუნვა პრიორიტეტულია. განვითარების პირველივე დღიდან დავისახეთ მიზნად, რომ ეკომეგობრული ყოფილიყო როგორც შეფუთვა, ისე მომსახურებისთვის საჭირო ატრიბუტები. შესაბამისად, დღეს Smart Cafe-ში სრულად ამოღებულია პლასტმასი მომსახურების ატრიბუტებში. შესაბამისად, მივესალმებით რეგულაციას, რადგან ვფიქრობთ, რომ ერთობლივი ძალისხმევაა საჭირო, რომ ვიზრუნოთ გარემოზე. რაც შეეხება პლასტმასის ერთჯერად ბოთლებს, ამ წლის 1 ივლისიდან მათი გამოყენება აეკრძალებათ რესტორნებსა და სასტუმროებს. მომავალი წლიდან კი ამ პროდუქციის იმპორტი და რეალიზაციაც აღარ იქნება ნებადართული. აკრძალვები არ გავრცელდება 3 ლიტრის და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე, ასევე 20 ლიტრისა და მეტი მოცულობის სხვადასხვა სასმელებზე. მკაცრი რეგულაციების მიზეზად ხელისუფლება გარემოსა და ჯანმრთელობისათვის არსებულ საფრთხეებს ასახელებს. კერძოდ იმას, რომ ქვეყანაში გარემოს პლასტიკით დაბინძურება საგანგაშოა. ცნობილია ამ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროს შეფასება, რომლის თანახმადაც ერთჯერადი პლასტიკის ხშირი გამოყენება დაკავშირებულია დიაბეტის, ასთმისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკთან. მთავრობის გეგმის მიხედვით 2030 წლისთვის ქვეყანაში პლასტიკის ნარჩენებით დაბინძურება მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს.